გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ნაციონალური მოძრაობის ლობისტური კამპანია და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გასაჯაროებული დოკუმენტი. უცხოელი აგენტების რეესტრში გამოქვეყნებული ტექსტი ასახავს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ნელსონ მალინსის გაწეულ სამუშაოს. ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობა ლობისტური ჯგუფის საშუალებით PR კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. აქცენტი კეთდება ლობისტების შეხვედრებზე მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქვეყნებდნენ სტატიებს მეგობარი აქტის შესახებ და ხელს უწყობდნენ თემის ხელოვნურად წამოწევას. მათ შორის არის Washington Examiner, Reuters, Newsmax, The Hill და სხვები, რომლებიც აქვეყნებდნენ კრიტიკულ სტატიებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია იწვევს ეჭვს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიერ ქიმიური ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია. Washington Examiner და The Hill სწორედ ის მედია საშუალებებია, რომლებიც BBC-ს ეგრეთ წოდებულ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებზე აქტიურად აკეთებენ აქცენტს. ლელა ჯავახიშვილი უფრო დეტალურად გვეტყვის რა წერია დოკუმენტში და როგორია შეფასებები თბილისში. ლელა გისმენთ. ამერიკული ფარას ვებგვერდზე გამოქვეყნებული მორიგი დოკუმენტი არის ანგარიში ბოლო 6 თვის საქმიანობის, რომელსაც ნელსონ მალინსი აწარმოებდა ნაციონალური მოძრაობის ლობისტური მიზნებისთვის და ამაში პოლიტიკურ პარტიას ირკვევა, რომ გადახდილი აქვს $623,000-მდე. ამავე დოკუმენტში და ამ ანგარიში ასევე ვკითხულობთ იმ კონკრეტულ უცხოურ მედია საშუალებებს, რომლებიც ადვოკატირებას უწევდნენ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას და ჩანს ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ეს ლობისტური ჯგუფი მართავდა შეხვედრებს სხვადასხვა სენატორებსა თუ კონგრესმენების ოფისთან და ასევე ფიქსირდება კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან. წარმოადგინოს და ხელი შეუწყოს უცხოელი მხარის ინტერესებს, საკვანძო საკითხებსა და პრიორიტეტებს. კონგრესის, თეთრი სახლის, სამთავრობო სააგენტოების, ვაშინგტონის დაფუძნებული ორგანიზაციებისა და კოალიციების წინაშე, აგრეთვე თავდაპირველ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წესით. მოხდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადვოკატირება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მედია საშუალებების წინაშე. გაეწიოს რჩევა და დახმარება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დიპლომატიური საქმიანობის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაეხმაროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკაში. თავად ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიისთვის ლობისტური მხარდაჭერის გაწევა ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ არის აპრობირებული მეთოდი და ყველაფერი მათი მხრიდან კეთდება გამჭვირვალედ. ამერიკაში ძალიან კანონიერი გახავთ, როცა ლობისტური საქმიანობაში გამოიყენება კონკრეტული კომპანიები. ამ საქმიანობით უსარგებლია მათ შორის ოცნებას დავუწყოთ თუ თანაშაულებრივად მიეჭდა რაღაც აკეთებდნენ, ახლა იგივე ხო? ამიტომაც არაფერი ჩვეულებრივი ამბავი არის, როცა ეხმარება კონკრეტული ლობისტური კომპანია, რომელიც ეხმარება შენ კონტაქტების დამყარებაში, არაფერი არაკანონიერი და რაღაც საიდუმლო ამაში არ მომარევს. ძალიან გამჭვირვალეა ყველაფერი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ის რომ უარგუმენტო მძიმე ბრალდებები საქართველოს მიმართ, რომელიც BBC-ს სიუჟეტში იქნა გაჟღერებული, საუბარია კამიტეს გამოყენებასთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობა ამ ბრალდებას უაპელაციოდ იზიარებს, გარკვეულწილად ადასტურებს იმასაც, რომ სწორედ ამ ლობისტურ საქმიანობას და ამერიკული კომპანიის მხრიდან მათ მხარდაჭერას უკავშირდება ეს ყველაფერი. აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ნებისმიერ ფასად ეცდებიან საქართველოში საპროტესტო მუხტის გაღვივებას. თავიდან ბოლომდე არის გაშიფრული ნაცმოძრაობის და მათი პატრონების ეს ლობისტური ტანდემი, რომელიც რომლის მიზანსაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის, ტყუილების გავრცელება და პროპაგანდა წარმოადგენდა, მათ შორის საგულისხმოა ის, რომ სწორედ ეს მავნებლური BBC-ს რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა თითქოს ჩვენი ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით ქიმიური ნივთიერების გამოყენება საქმიანი მოსახლეობის მიმართ იყო აქტიურად მხარდაჭერილი და ლობისტურად მხარდაჭერილი შეერთებულ
შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ და ეს დროშიც ზუსტად ემთხვევა BBC-ს მიერ გაკეთებულ რეპორტაჟს, ამიტომ ცალსახაა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა ფარა არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი იმისთვის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული მავნებლური და აგენტურული მოქმედება, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეერთებულ შტატებში ნაცმოძრაობის და მათი პატრონობის მიერ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებები ქმედებები იქნეს ჩვენი საზოგადოების მიერ შეცნობილი, გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები მიღებული. რადიკალებმა თავის დროზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაძარცვეს ქვეყანა, გაძარცვეს ჩვენი ხალხი და ეხლა აი ამ ნანგრევებისაგან აღდგენა ხდება ჩვენი ქვეყნის და ხედავთ რომ ფარაზე პირდაპირ დღესავით ნათელია და გამოაშკარავდა მათ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობა, რომლებიც რითი იყვნენ დაკავებული ჩვენი ხალხის ლანძღვით. ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და თავად განაცხადეს მათ. ხო, მათ შორის აი ძალიან დიდი ეჭვებია იმისა, რომ ეს ეგრეთ წოდებულ კამიტის ამბავზე და აი ამ რაღაცა სისულელეზე და აი ამ ბოდვაზე აგებული ამბავიც, აი ამ სწორედ დაქირავებული ლობისტური კომპანიის შედეგია, რომლის უკანას დგანან ეს ნაცმოღალატები და ნაცრადიკალები, რომელთათვისაც მთავარი არის ფულის შოვნა, ძალაუფლების წყურვილი. მილიონ ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება ნაციონალურმა მოძრაობამ ნელსონ მალინსთან მიმდინარე წლის ივლისში გააფორმა. ცნობილია ისიც, რომ ეს ლობისტური კომპანია უკავშირდება პირდაპირ ჯო ვილსონს. მადლობა ლელა, თქვენ უსმენთ ლელა ჯავახიშვილს. BBC-ს ეგრეთ წოდებულ ფილმში გაჟღერებულ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯეველაძეს შეკითხვა ამ თემაზე ჟურნალისტებმა დაუსვეს. მისი განცხადებით არსებობს მრავალი არგუმენტი, რაც ბრალდებებს და უსაფუძვლო აჟიოტაჟს გამორიცხავს. რამდენადაც მძიმეა ბრალდება, აღმოჩნდა, რომ იმდენათვე შეიძლება 5 მაგათ უფრო უსაფუძვლო აღმოჩნდა. ძალიან ბევრი მტკიცე არგუმენტი გამოჩნდა, რომლითაც პრაქტიკულად აბსოლუტურად გამოირიცხა და გაბათილდა რეალურად ის, რომ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ლეგიტიმურ პოლიციურ საშუალებებს მოხოლოდა ადამიანებისთვის მიყენებული ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ამაზე მეტყველებს რაოდენობაც მიმართვიანობის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული გარემოებები, უბრალოდ ბოლომდეა მისაყვანი, რომ ვისაც კითხვა შეიძლება დარჩა მაგალითად უცხოეთში ამასთან დაკავშირებით, მათთვისაც თვალსაჩინო გახდეს, გასაგები გახდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად მტკნარი ტყუილი, რომელიც გაავრცელა ამ შემთხვევაში BBC. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გეოპოლიტიკურ მოცემულობას ცვლის. 33 გვერდიან დოკუმენტში საუბარია ევროკავშირზე და მის დამოკიდებულებაზე ნატოსა და რუსეთის მიმართ. პირველად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონი ამბობს, რომ ბრიუსელი მოსკოვთან სტრატეგიული სტაბილურობის პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ევროკავშირმა კი უნდა შეცვალოს მისი ტრაექტორია. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ევროკავშირში დღეს პოლიტიკური კრიზისია. იზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და იხშობა თავისუფალი ხმა. უნდა დასრულდეს აღქმა თითქოს ნატო მუდმივად გაფართოებადი ალიანსია. შეერთებული შტატები თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დემოკრატიულ პროცესებს პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს ძირს უთხრის საკუთარი მთავრობების, ასევე ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების საქმიანობა. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ თუკი დღევანდელი ტენდენციები გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ადრეც პირვანდელ სახეს დაკარგავს. დღევანდელი მოცემულობით კი შესაძლოა რამდენიმე წელში ზოგიერთ ევროპული ქვეყანა ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების გარეშე დარჩეს, რაც მათ ამერიკისთვის არასანდო პარტნიორად ხდის. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას უკვე მოხვა გამოხმაურებები თბილისში პოლიტიკური განცხადებებით. ლუკა ჩანგელია ჩაგვერცვება ახლა პირდაპირ ეთერში. ლუკა, გისმენთ. კესო, ვიდრე თბილისში გაკეთებულ კომენტარებზე ვისაუბრებდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რას ნიშნავს ეს დოკუმენტი, რომელიც გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. 33 გვერდიანი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის ერთგვარი სამოქმედო გეგმა ახლა ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომლის მიხედვითაც ის მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში განსაზღვრავს მის ქმედებებსა და პოლიტიკას სხვადასხვა სახელმწიფოებთან მიმართებით. ის, რომ ეს დოკუმენტი არის საკმაოდ კრიტიკული ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, ცალსახაა და ამას
აღიარებენ ვაშინგტონშიც, სადაც დოკუმენტზე დაყრდნობით ითქვა არაერთ გზის ისიც, რომ ახლა დრო არის ევროპულმა სახელმწიფოებმა მათი პოლიტიკა და მიდგომები რიგი საკითხების მიმართ შეცვალონ. რას ამბობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია? აქ ნათქვამი არის, რომ უნდა დაივიწყოს ნატომ ერთგვარი გაფართოების პოლიტიკა, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატების მოსაზრებით ნატო არ არის ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფოებს იღებდეს საკუთარ რიგებში, ვინაიდან ის არის კონკრეტული დოქტრინითა და კონკრეტული გეგმით მიზნით შედგენილი ალიანსი. ამავდროულად საუბარი არის იმაზეც, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც ეროვნულ სულისკვეთებას იზიარებენ და სწორედ ამ ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით დიდი პოპულარულობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ საზოგადოებაში. ნათქვამი არის ისიც, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა დღეს დაკარგეს ღირებულება და არსი, რის საფუძველზეც პოლიტიკური გაერთიანება თავის დროზე შეიქმნა, ეს კი განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის მოსაზრებით გამოიკვეთა მაშინ, როდესაც დაფიქსირდა არაერთ გზის თავისუფალი ხმის ჩახსობის შემთხვევა. დონალდ ტრამპის გუნდი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში შემავალ სახელმწიფოებს ახლა მართლობას უწევენ ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც რეალურად უმცირესობაში არიან და მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობენ, თუმცა სწორედ იმიტომ, რომ შეინარჩუნონ ეს მართვის სადავეები, შესაძლებლობას არ აძლევენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს თავისუფლად განვითარდნენ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუ ამ ყველაფერს არ შეცვლის, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ევროპა ვერ იქნება სანდო პარტნიორი. ეს არის ხაზგასმულად დოკუმენტში ნათქვამი, ასევე აქ აღნიშნული არის ისიც, რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინაში ომის დასრულებას და დაიწყოს რუსეთთან სტრატეგიული მოლაპარაკებები, ასევე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, რაც ქვეყანასა და მსოფლიოში ეკონომიკური ბალანსის დასამყარებლად და აღსადგენად არის აუცილებელი. სავსები დასაშვებია, რომ სულ მცირე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნატოს ზოგიერთი წევრი გახდება უმრავლესობით არაევროპული. შესაბამისად, ღია კითხვა რჩება, შეხედავენ თუ არა ისინი თავიანთ ადგილს მსოფლიოში, ან შეერთებულ შტატებთან ალიანსს, ისევე როგორც ამას უყურებდნენ ნატოს წესდებაზე ხელმომწერები. ამერიკის შეერთებული შტატების ზოგადმა პოლიტიკამ ევროპის მიმართ პრიორიტეტულად უნდა მიიჩნიოს ნატოს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის, აღქმის დასრულება და ამ რეალობის თავიდან აცილება. შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ქვეყნების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის აღნიშვნის მხარდაჭერა. ამჟამინდელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ისე შეიცვლება, რომ ამოუცნობი გახდება. ამიტომაც გაურკვეველია, ექნება თუ არა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას საკმარისად ძლიერი ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები, რათა დარჩნენ საიმედო მოკავშირეებად. ტრამპის ადმინისტრაცია უპირისპირდება ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ომთან დაკავშირებით არარეალური მოლოდინები აქვთ და რომლებიც არასტაბილური უმცირესობების მთავრობებს წარმოადგენენ. ამ მთავრობებიდან ბევრი ოპოზიციის ჩახშობის მიზნით ფეხქვეშ თელავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ევროპელთა უმრავლესობას მშვიდობა სურს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება. დიდწილად სწორედ ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთქმის გამო. ეს საკითხი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ევროპული სახელმწიფოები ვერ შეძლებენ საკუთარი თავის რეფორმირებას, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში იქნებიან. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ოფიციალურ თბილისს არ აკვირვებს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რადგანაც მათთვის ნათელი არის, რომ სრულად არის თანხმედრაში მართველი გუნდისა და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა და მიდგომები რიგ საკითხებთან მიმართებით. მათ შორის თბილისში აღინიშნა ისიც, რომ ქართულ ოცნებაში უკვე არაერთხელ ითქვა ის მავნე პრობლემები, რომლებიც ევროკავშირში დღეს არის ფესვგადგმული. ხაზგასმული არის ქართული ოცნების მხრიდან არაერთ გზის ისიც, რომ კონკრეტული ევრობიუროკრატები ხელს უშლიან ქვეყნების დამოუკიდებელ განვითარებას და ხელს უწყობენ უკვე სამხედრო ესკალაციას რუსეთთან, რამაც შეიძლება მსოფლიოს რიგი სახელმწიფოები ნგრევამდეც კი მიიყვანოს. კომენტარი ამ თემაზე უკვე გაკეთდა ქართულ ოპოზიციაში, ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტულად და დეტალურად ამ საკითხზე არ საუბრობენ, ამბობენ, რომ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს პრობლემები, მათ შორის ევროკავშირს, თუმცა ამის აღმოფხვრა შესაძლებელია. თუმცა კითხვაზე, რატომ აკრიტიკებს დონალდ ტრამპი და რატომ უყენს
აქვეყნებს ულტიმატუმს ვაშინგტონი ბრიუსელს, ისინი პასუხს არ სცემენ. ჩვენ ბუნებრივია ამ თემაზე შეკითხვები დავუსვით საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსაც. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაიშიფრა ის სქემა, რაზეც მმართველ გუნდში და მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში არაერთგზის საუბრობენ და კიდევ ერთხელ ითქვა და დადასტურდა ის ფაქტი, რომ ევროპელი რიგი ბიუროკრატები ხელს უშლიან მსოფლიოს მშვიდობიან განვითარებას, რამაც შესაძლებელია, რომ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე დაყრდნობით სახელმწიფოებს ეკონომიკური განვითარებისა და მომავალში სხვადასხვა სტრატეგიული მიღწევების შესაძლებლობა მისცეს. ზოგადად ამერიკის პოლიტიკაში არაერთხელ ნათქვამი ის, რომ თუნდაც ევროპელების მხრიდან მოთხოვნილი იყო, საკუთარ ადეკვატურად თავის დროზე და ლოგიკურად ის, რომ მათი სამხედრო თანახარჯები თუნდაც ყოფილიყო უფრო რელევანტური. ამ მოთხოვნის შესრულება ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური და საჭირო გახოთ, იმიტომ რომ მათ შორის ევროპაში იმისთვის, რომ ევროპის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებს გაუმკლავდეს, საჭიროა, რომ სამხედრო კუთხით უფრო მომზადებული ყოფილიყო ევროპა. რაც შეეხება ახლა სხვა მიმართულებით, შეიძლება პრობლემები არსებობდეს და ნებისმიერ გაერთიანებაში, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს პრობლემები, ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ევროპა გამოდარგეს ეს პრობლემების წინაშე, რომ რაღაც ეგზისტენციალურ საფრთხე უხელდეს. შეერთებული შტატების განახლებული სტრატეგია ეს არის პრაქტიკულად ხილება ევროკავშირში არსებული ძალიან დიდი კრიზისის, კორუფციის ჭაობში მყოფი ევროჩინოსნები, რომლებიც პრაქტიკულად საკუთარი ინტერესებისთვის მართავენ ევროკავშირს და არ ითვალისწინებენ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სურვილებს. პირდაპირ წერია სტრატეგიაში თუ რა მძიმე რეალობა იმ მიმართულებით, როდესაც პრაქტიკულად უმიზნოდ და შესაბამისი სტრატეგიის გარეშე ხდება ნატოს გაფართოების სურვილის რეალიზება. აქ საუბარი მშვიდობაზე, საუბარია ქვეყნების გაძლიერებაზე და ეს სტრატეგია კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმას, რომ ევროკავშირში არსებული სახელისუფლებო მოცემულობა ძალიან მძიმე კრიზისში იმყოფება და ამის პრაქტიკულ ხილებას ახდენს შეერთებული შტატები დღეს. ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის პოლიტიკა აღადგინოს, ბრიუსელში მხოლოდ სტრატეგიულ დუმილს ვხედავთ. ისინი ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტს, რომელიც ხისტ და მაკრიტიკებელ რიტორიკას შეიცავს ევროკავშირის მიმართ. მადლობა ლუკა, თქვენ უსმენთ ლუკა ჩანგელიას. გარეთ ძალების მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა წლების განმავლობაში. მმართველი გუნდი აღიარებად მიიჩნევს ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას, რომელშიც ლორენს უილკერსონი არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობას ამხელს. მან ისაუბრა, როგორ იყენებდა შტატები ლიბერალურ დემოკრატიას საკუთარი მიზნებისთვის. ამერიკელი პოლკოვნიკი და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი საუბრობს სხვადასხვა ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მართულ მედიებსა და NGO-ებზე. როგორ ფინანსდებოდა მათთვის სასურველი მთავრობა, რათა მათ კონკრეტული დავალებები შეესრულებინათ და გარეთ ძალების ინტერესები გაეტარებინათ. ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მსგავსი სცენარი იყო საქართველოშიც. უკვე მეორე დღეა თემაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება თბილისში. მირიან გორგოძე გაგვაცნობს შეფასებებს. მირიან, ეთერში ხარ. საუბარი არის ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გადამდგარ პოლკოვნიკსა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსზე ლოურენს უილკერსონზე, რომელმაც განაცხადა, რომ წლების განმავლობაში თუ როგორ იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მედიებს და NGO-ებს კონკრეტული მიზნების გატარებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში. ამ პრაქტიკას ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით წლების განმავლობაში აქტიურად და წარმატებით იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ლოურენს უილკერსონმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალში იყო უკრაინაც და საქართველოც. სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის სიტყვებია, ჩვენ CIA გამოვიყენეთ, ანუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გამოვიყენეთ, მაგრამ არა როგორც CIA, ჩვენ გვყავდა NGO-ები, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას იყენებდნენ იარაღად ხალხის იმაში დასარწმუნებლად, რომ პირველი რუსები და მეორე საუკეთესო თავდაცვა ლიბერალური დემოკრატია და თუ გინდათ ლიბერალური დემოკრატია უნდა გააკეთოთ ესა და ეს და პირველ რიგში ნატოში უნდა მოხვიდეთ. ლიბერალური დემოკრატია როგორც იარაღი და ნატოში გაწევრიანება როგორც გარკვეული სატყუ არა. ლოურენს უილკერსონის განმარტებით ეს იყო გარკვეულწილად კონკრეტული სქემა თუ რომელსაც იყენებდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო კონკრეტულ ქვეყნებში კონკრეტული მიზნების გასატარებლად. თუმცა ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსნის ეს განცხადება არ არის
საინტერესო საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის ეს განცხადება მათთვის არ არის რელევანტური, არც საინტერესო და არც სანდო, რადგან მათივე შეფასებით ეს განცხადება არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციას. რომელიმე სამხედრო პირი ან პოლიტიკური პირი პოდკასტში რამე სიტყვის, ახლა ეს არ ვიცი, მუდმივად შეიძლება ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ ერთი პოლიტიკური პოზიცია, რაც არსებობს და ინსტიტუციური პოზიცია, რაც არსებობს და რაც არის დასავლეთის ოფიციალური პოზიციები, იმის მიხედვით ვიმსჯელოთ ჯობია ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან ღრმა კრიზისში ვართ და კონკრეტულ რაღაც ყოფილ გადამდგარ სამხედრო პირების პოდკასტში ნათქვამ სიტყვებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ლოურენს უილკერსონის განცხადების თაობაზე კი განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ გადამდგარი პოლკოვნიკისა და სახელმწიფო მდივნის ყოფილი ხელმძღვანელის ეს, ასე ვთქვათ, განცხადება არის გარკვეულწილად მათთვის აღიარება და იმ სქემის გაშიფრვა, თუ როგორ ხდებოდა კონკრეტული ინტერესების გატარება სხვადასხვა ქვეყანაში და რამდენად დიდი რესურსი იხარჯებოდა ცენტრალური სადაზვერვო აგენტოს მხრიდან წლების განმავლობაში იმისათვის, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ჩრდილოვანი მმართველობის ინტერესები გატარებულიყო. ეს არის პირდაპირი ხილება და აღიარება იმ ძალიან ძიმე მოცემულობის, რაც ამერიკულ სპეცსამსახურებს ლიბერალური დემოკრატიის იარაღად გამოყენების გზით ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც იყო პირდაპირი მცდელობა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების ჩამოქცევის, ქვეყნების მიერ საკუთარი ლებასურულის განხორციელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღების, ის რომ აქტიურად გამოიყენებოდა NGO სექტორი, ის რომ ხდებოდა სპეცსამსახურების შეგზავნა, ის რომ ხდებოდა შესყიდვა და მოსყიდვა მედია საშუალებების, კონკრეტული გამოცემების, გაზეთების და ასე შემდეგ, ეს სწორედ ამაზე ისაუბრა ამერიკელმა ყოფილმა მაღალჩინოსთან და რაზედაც ჩვენ არაერთ გზის ვსაუბრობდით აქამდე. ამაზე დიდი პანდემია მსოფლიოს არ ახსოვს. რაც შეფუთული იყო ეგრეთ წოდებული ლიბერალური დემოკრატიით. აი ამ ეს ბნელი ძალა ინსტრუმენტად იყენებდა მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ და უამრავ ქვეყანაში თავიანთი აგენტურის, თავრობების ჩამოშლის, რევოლუციების მომზადების, ოჯახური ღირებულებების მიწასთან გასწორების, სამშობლოს ცნების აი ამ ფეხქვეშ გათელვის და ამაზე პირდაპირ უილკერსონმა განაცხადა ეს ყველაფერი. პირდაპირ აცხადებს, რომ მთელი NGO სექტორი, თავრობები იმართებოდნენ აი ამ უზარმაზარი ფულით, მათ შორის მედია საშუალებები და ხდებოდა ხალხების მოწამლა პირდაპირ, ანუ სიყალბეში აცხოვრებდნენ ადამიანებს მთელი ამ წლების განმავლობაში. და ის განცხადება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ლოურენს უილკერსონმა გააკეთა და უკვე მეორე დღეა საქართველოში პოლიტიკური შეფასებების თემა ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, ვიდეო პოდკასტში გააკეთდა. მადლობა მირიან, ეს იყო მირიან გორგოძე. ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებული 4 ქვეყნის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა სარფის ტერიტორიაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 21 შეკვრად დაფასებული კოკაინი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. პატრულ ინსპექტორებმა თბილისში ბრალდებულის ავტომობილიდან ასევე მისი ბინის შხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღების საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ხდომა გაიმართა. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე. ასევე ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ასევე დაგეგმილია ძალიან ბევრი ახსიახლების განხორციელება. ჩვენ
მოვისმინეთ ასევე მზაობა და ჩართულობა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ყველა ამ პროექტებთან მიმართებაში, რაც ძალიან სასიხარულოა და იმედების მომცემი. შეჯამდა 2024 წელს სტრატეგიის დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილში შესრულებული სამუშაო, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ლუგარის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შედეგებს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეპარტამენტის მიმართულებით დაისახა კონკრეტული ღონისძიებები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არიან ძირითადი პარტნიორები, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონულ დონეზე. დღეს ჩვენ განვიხილეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მრავალ მიმართულებაში მიღწეული პროგრესი. პირველ რიგში გადამდებთ დაავადებათა ბრძოლაში, მათ შორის იმუნიზაციის დაფარვის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა. აღსანიშნავია ასევე საქართველოს მთავარი მიღწევები, საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლავ აგრძელებს მუშაობას როგორც ჯანმოსკოლაბორაციული ცენტრი ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით. ასევე ქვეყანაში მოქმედებს ჯანმოს მიერ სერტიფიცირებული მრავალი რეფერენტული ლაბორატორია. საქართველოს იშვიათი სიმსივნეებისა და პერსონალიზებული მედიცინის მიმართულებით პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. სპეციალური მომხსენებლის სტატუსით სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. ღონისძიება ონკოლოგიის სკოლის, თოდუას კლინიკის და მოლეკულური დიაგნოსტიკის ასოციაციის ორგანიზებულია. სამეცნიერო პროგრამა მოიცავს იშვიათი ონკოლოგიური პათოლოგიების განხილვას. პროფესორები სორბონას უნივერსიტეტიდან, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან და სხვა პრესტიჟული ორგანიზაციებიდან, რომლებიც საქართველოში არიან ჩამოსულები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენენ ამ ღონისძიებას, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა ვიმსჯელოთ მსოფლიოში არსებულ იმ თანამედროვე მიდგომებზე, რომლებსაც ჩვენი უცხოელი კოლეგები იყენებენ პაციენტების მკურნალობისთვის. ერთი-ორად გასახარია, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო კონფერენციაზე, იქ სადაც მოწინავე უცხოელი ექსპერტები გვაქვს შესაძლებლობა, რომ მათ მოსაზრებებსა და შეხედულებებს, მათ გამოცდილებას, მათ მიერ მიღწეულ სიახლეებს გავეცნოთ და ბუნებრივია, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, იმავდროულად აუცილებელი შესაძლებლობა ქართული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მართლაც გამორჩეული და მართლაც შესანიშნავი ღონისძიებაა. რუსთავის მერია და საკრებულო გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ჰაერის ხარისხის გაუმჯობებისკენ მიმართულ კომპლექსურ ღონისძიებებს გეგმავს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა არეხვიაშვილის ინიციატივით პროცესში ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოს ჩაერთვება და ელექტრონულ რუკას შექმნის, სადაც რუსთავში არსებული საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი. ვთქვით, რომ უფრო მეტად კომპლექსურად გვაქვს საქმე გასაკეთებელი და ამ საკითხში ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ჩაერთვება და ჩვენი მიზანია, რომ ამ კომპანიებმა, რომელიც რუსთავში ახორციელებენ ბიზნესს, მკაცრად დაიცვან კანონი გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. და ეს პრობლემა, რაც რუსთავს ისტორიულად აქვს, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს. რაც შეეხება პასპორტიზაციას და ეს მოიცავს რუსთავის ქალაქ რუსთავში და მის შემოგარენში არსებული საწარმოების ელექტრონული რუკის შექმნას, რომელიც ბევრად გაამარტივებს იმის დადგენას, თუ რა ლოკაციაზე რომელი საწარმოა და დაბინძურება, რომელი საწარმოდან შეიძლება მოხდეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი თურქეთის რესპუბლიკის, ართვინის პროვინციის გუბერნატორს და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს აჭარის რეგიონსა და ართვინის პროვინციას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და განიხილეს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონის განვითარებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზაობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონული განვითარებისთვის. სამგორის რაიონის გამგეობამ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის საგზაო სამუშაოებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობაზე, რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე. რაიონს 51 სკვერი და მცირე ზომის მოსასვენებელი ზონა შეემატა. მოიწყო და განახლდა 15 სპორტული მოედანი. სხვადასხვა პროექტი განხორციელდა საჯარო სკოლებშიც. მოსახლეობას გავრაცარით ყველა ეს პროექტი და ის საქმიანობა, რაც განახორციელა გამგეობამ და ასევე ვისაუბრეთ 2021 წლის მომავალ პროექტებზე და გამოწვევებზე. პირველ რიგში პირველი გამოწვევა არის ის, რომ სოციალური მიმართულება, რასაც აუცილებლად დიდი ყურადღება მიექცევა მომავალ წელს, ასევე დიდი გამოწვევა არის ავარიული კორპუსები და
იცით რომ ჩანაცვლების პროგრამა არის და ეს გვაძლევს იმის საშუალებას რომ დავძლევოთ ეს გამოწვევა. გალერეა მუზა გურამ დურგლიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. მოგზაურობა გუკას სამყაროში. ექსპოზიცია მხატვრის ცხოვრების და შემოქმედების გახსენებას ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა დროში შექმნილი 120-მდე ნამუშევარი. გურამ დურგლიშვილი საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყო როგორც საქართველოში მინი ფეხბურთის ასოციაციის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მინი ფეხბურთის განვითარებაში. წარმოდგენილი ექსპოზიციაში იქნება 1995 წლიდან 2025 წლის ჩათვლით შექმნილი ნამუშევრები. თვითონ ნამუშევარშია გადმოცემული ემოცია, რაღაც ისტორიას ყვებოდა თითქოს, როგორ ხასიათიც იყო, მუდმივად ხატავდა მას ძალიან ბევრი ნამუშევარი, ხა ამ ეტაპზე გამოფენაზე იქნება 120 ნამუშევარი წარმოდგენილი. მისი შემოქმედება მინდა რომ ხალხს გავაცნო. დღეს გაიმართება გამოფენა მუზაში იქნება, გალერეა მუზაში 4 საათზე. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაიცანით რუსთავი 2.j-ზე.